არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2016 წელს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ქუთაისის ოფისის კოორდინატორის ლელა მოწონელიძის თქმით, ყველაზე მეტი რაოდენობით პრემია და დანამატი ქუთაისის მერიასა და საკრებულოში გაიცა. ქუთაისის საკრებულოში პრემიის სახით გაცემულია 86,500 ლარი, სახელფასო დანამატის სახით გაცემულია 67,140 ლარი და დახმარების სახით 23,730 ლარი. რაც შეეხება ქუთაისის მერიას, მოგახსენებთ, რომ პრემია ქუთაისის მერიაში გაცემულია 450,455 ლარი, სახელფასო დანამატი 195,541 ლარი, ხოლო 88,985 ლარი გაცემულია როგორც ბიულეტინი, დეკრეტი და მატერიალური დახმარება. კვლევის შედეგებს აფასებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვია ჯავახია. მისი განმარტებით წინა ხელისუფლების დროს 8-ჯერ მეტი პრემია დანამატი გაიცემოდა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა პრემიები დამსახურების და მიხედვით იცემა, დანამატებიც რა თქმა უნდა დამსახურების და კანონისრული დაცვით იცემა. მინდა გითხრათ, რომ ეს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ზეგანაგვართული მუშაობენ როგორც შაბათი დღეს, ასევე არასამუშაო საათებში და არასამუშაო დღეებში და შესაბამისად არასამუშაო საათებში და დღეებში მუშაობის გამო ეძლევა დანამატი და არა 100%-ის ოდენობით. ასევე მინდა გითხრათ, რომ წინა წელს სამსახურების მიერ წარმოდგენილი წინა წლის შედეგებიდან გამომდინარე მიეცათ ასევე პრემიები იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ხარისხობრივად უფრო კარგად იმუშავეს და ასევე მინდა გითხრათ, რომ არა 100%-ის ოდენობით ყველა თანამშრომელს. კვლევის თანახმად ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა ყანჩელი და ნიკოლოზ ლატარია მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 2,150 ლარის ოდენობით დანამატს იღებდნენ, რამაც ჯამში თითოეულ მათგანზე 25,800 ლარი შეადგინა. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი მიღებულ დანამატთან დაკავშირებით განმარტავს, რომ იგი აღებული თანხით ქველმოქმედებას ეწევა. ჩვენ უღარი არ გვიყვია. არც მე და არც ბატონ ნიკოლოზ ლატარიას გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით, არის ბევრი პიროვნება, ბევრი ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას. დახმარებას გამომდინარე იქიდან, რომ ვერ ხერხდება ყველა თანხის დასახვა ბიუჯეტში და შესაბამისად პროგრამებში, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ მიმართული არის ამ პიროვნებების და ადამიანების, ასე ვთქვათ, დაჯერებული ადამიანების დასახვა. გამომდინარე აქედან არაერთჯერ დაგვიკეთებია ამასთან დაკავშირებით კომენტარი მე და ბატონ ნიკოლოზ ლატარიასაც. ჩვენს მიერ დეკლარირებული არის აღნიშნული თანხები, რა თქმა უნდა, როგორც შემოსავლის მხრივ, ასევე ხარჯის მხრივ. ხარჯი, რომელიც გულისხმობს, თუ პირველ რიგში შეგვიძლია ჩვენ წარმოვადგინოთ დაინტერესების შემთხვევაში, თუ როგორ ხდება ჩვენს მიერ ამ თანხის, ასე ვთქვათ, გადარიცვა იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებში და ამაზე არაერთჯერ იყო გაჟღერებული ჩვენს მიერ, არაერთჯერ იყო პასუხი გაცემული იმ პიროვნებებზე, იმ სტატიებზე, რომელიც დადებული იყო აღნიშნულ დაკავშირებით. ხოლმე ასე ვიტყვით, რომ გვექნება ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ მოვახდინოთ და დავეხმაროთ აღნიშნულ ადამიანებს, წესთან საქმე და გამაგზავნებთ და ქვეყნებაში გადასასვლელ თანხებს. კვლევის შედეგებს აფასებენ ასევე გირჩის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ სამციშვილი და პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელი გოგი წულაია. მატებიან ისეთ ეკონომიკას, რომელიც ადამიანს ვერ ასაქმებს. ასე რომ ეს შეუცვლელი პროცესია, თუ რეალურად არ მოხდა ბიუროკრატიის მკვეთრი შემცირება, ეს პროცესი გაგრძელდება და მერწმუნედ გაიზრდება ეს თანხები მომავალ წელსაც. ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, ისეთი ეკონომიკური მდგომარეობაა, რომ პირიქით, აი აქეთ უნდა ვაჭრიდეთ ფულს, არაფერს არ აკეთებენ ამ ეკონომიკურ პრობლემების გადაჭრისათვის, სოციალურ პრობლემების გადაჭრისათვის, აი ნამდვილად აღარ შემიძლია ავადმყოფი ბავშვების პრობლემები მოდიან, სოციალურად დაუცველები, კატასტროფა არის. კატასტროფაა და ამ ფონზე იღებდნენ იმას, მოსახლეობა რომ მეტი აქტიური იყოს, სულ პოლიჯოხით უნდა გამოყარონ ეს სამსახური. ქველმოქმედება გააკეთოს თავისი ჯიბით. ქველმოქმედების აზრის დაკარგენ. ქველმოქმედება ის მე რომ ჩემს შვილს მოვაკლებ, ვიღაცას მოვაკლებ, ჩემსაც რო გევიღებ და მივცემ თუ არა. ბიუჯეტის დარგი და მეც გავუტანე ქველმოქმედი კაცო. მაგრამ რა ქველმოქმედება? ქუთაისის შემდეგ გაცემული პრემიების რაოდენობით ზესტაფონი ლიდერობს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი რეგიონში ერთადერთია, რომელმაც გასცა საშვებულებო დახმარება 108,350 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გაცემა ხდებოდა დასაქმებული შვებულებაში გასვლის პერიოდში თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამრიგად დასაქმებული შვებულებაში ყოფნის პერიოდში იღებდა სარგოს ორმაგი ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ტერმინი საშვებულებო დახმარება და მისი გაცემის მიზნობრიობას
მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. ერთადერთია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სადაც 2016 წლის მანძილზე პრემია ჯილდო დახმარება სახელმწიფო დანამატი არ გაცემულა. რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა სახელმწიფო რწმუნებულების გუბერნატორების ადმინისტრაციაში გაცემული პრემიისა და სახელმწიფო დანამატების რაოდენობა. კვლევის თანახმად 2016 წელს იმერეთის გუბერნატორის გარდა პრემია არც ერთ გუბერნატორს არ აუღია. გივი ჭიჭინაძის მიერ აღებულმა სახელმწიფო დანამატისა და პრემიის ჯამურ რაოდენობამ 38350 ლარი შეადგინა.